ჩვენი სტუდიის სტუმარი კი გახლავთ მომღერალი დავით კენჭიაშვილი, რომელიც რეგიონულ ტურნეს მართავს და მუსიკოსის კონცერტი უკვე ორშაბათს ქუთაისში გაიმართება. ასევე მოისმენთ, რა თქმა უნდა, მუსიკალურ ნომერსაც თომა ბაღდავაძე, ხვიჩა ღვთისიაშვილი, დავით კენჭიაშვილი არიან ჩვენი სტუდიის სტუმრები და რა თქმა უნდა, მუსიკოსები დაგოხმარებიან იმაში, რომ დღევანდელი დილა გაგილამაზოთ უფრო მეტად. მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მოგესალმებით სრულად საქართველოს დიდი სიყვარულით და პატივისცემით. მადლობა სტუმრობისათვის, დილადრია. მადლობა თქვენ. სანამ მუსიკალურ ნომერს წარუდგენდეთ ჩვენს მაყურებელს, უნდა ვისაუბროთ იმ კონცერტის შესახებ, რომელიც ორშაბათს ქუთაისში გაიმართება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ წინ კიდევ დაგეგმილი გაქვთ არაერთი ლამაზი საღამო, რომელიც უნდა აჩქოთ თქვენს გულშემატკივარს. დავიწყოთ ორშაბათის კონცერტით, ქუთათურებს რას უმზადებთ? პირველი ტურნე, რაც ჩაინიშნა, პირველი იყო ბათუმი, იქიდან ავიღეთ სათავე. შემდეგ მოვყვებით, რა თქმა უნდა, და ამ შემთხვევაში ამჯერად მოხდა ქუთაისი. ვემზადებით, ცოტა ნერვიულობთ, იმიტომ რომ ჩვენი დებიუტია ქუთაისში პირველად გვიწევს კონცერტის ჩატარება. ამიტომ ძალიან კარგად ვიცით და გააზრებული გვაქვს ის, რომ ქუთაისი ძალიან სპეციფიური მსმენელია, იმიტომ რომ ხელოვნების ბუდეა ზოგადად იმერეთში, ამიტომ ჩვენც შესაბამისი პასუხისმგებლობით ვემზადებით და გვინდა რომ მათთვის კიდევ ერთი პატარა ლამაზი და უწყარი საღამო ჩავატაროთ. ბათუმში როგორ ჩატარდა? სიამაყით მინდა ვთქვა, სრული ანშლაგით ჩატარდა. მოლოდინი არ იყო, რა თქმა უნდა, ნაკლები იყო, მაგრამ მოვიდა ის ადამიანები, ვისაც ჩემი შემოქმედება უყვარს. იქ ბათუმშიც ახალ-ახალი კოლაბორაციებით გავანებივრეთ ადამიანები, მსმენელები და ქუთაისთვისთვის რა თქმა უნდა, პატარ-პატარა სიურპრიზები, იმიტომ რომ ჩვენ მოგეხსენებათ არა მხოლოდ იმ მიმდინარეობაში მუშაობთ, რაც ზოგადად ჩემს მსმენელს უყვარს, არამედ ჩვენ ძალიან ბევრ კოლაბორაციას ვაკეთებთ. თუმცა ამ კოლაბორაციებს ნაკლებად გამოვიყენებთ სცენაზე, ქუთაისის სცენაზე, რა თქმა უნდა. რატომ ნაკლებად? ისე მე გეტყვით ჩემი გამოცდილებით ქუთაისის მაყურებელს. თქვენ თქვით რომ მართლა საოცარი მაყურებელი, გამორჩეულწარი. იმიტომ რომ მართლა ხელოვნების, რავი, აკვანია. ქუთაისში ერთი მაყურებელი. თუ რამე შეგეშალა, ვერ გამოვაკლებ, მაგრამ თუ კარგად აკეთებ, დაგიფასებს კი არა, გამოუშვებს ყველაფერს. ამიტომაც ჩვენც ამ პასუხისმგებლობით ვეკიდებით და გვინდა რომ მათთვის მისაღები იყოს იმას, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. იქნება რამე სპეციალური, რაც აი ქუთაისის კონცერტთან თქვი რომ დებიუტია, თან თქვი რომ განსაკუთრებულ მაყურებელია იმერეთია, სიმღერა მაგათმა რო იციან ეგრევე უნდა და იქნება რამე სპეციალური, რაც აი ქუთაისის კონცერტთან რა თქმა უნდა იქნება. მათ რო უთხრათ რომ აი სპეციალურად თქვენთვის დავუშვით. კი, რა თქმა უნდა იქნება აუცილებლად. ჩვენ როდესაც ბათუმში ვიყავით და კონცერტიდან იყო ბოლო ნომერი, იქ შევასრულეთ ბოლო ნომერი. ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ გარდა ბუნებრივი აჭარულისა და იქ რაღაცნაირად გამოგვივიდა ძალიან კარგი კოლაბორაცია. მოეწონათ ადამიანებსაც, ჩვენც რა თქმა უნდა მოგვეწონათ, ცოტა გაკვირვებულები კი დავრჩით ამ ესე ვთქვათ ექსპრომტად შესრულებული მუსიკისა, მაგრამ ძალიან კარგი იყო, კი, გამართლა და ვფიქრობთ, რომ ქუთაისშიც ასეთი სურპრიზი გვინდა. პირდაპირ სცენაზე იქვე მოფიქრებული შევასრულოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვეცდებით ამას და დიდი პასუხისმგებლობა. კადრები გვაქვს ჩვენ ახლა, რა თქმა უნდა, თუ როგორ ემზადებით თქვენ ქუთაისში კონცერტის გასამართად და ქუთათურებთან შესახვედრად. რაც შეეხება უკვე შემდგომ დაგეგმილ ღონისძიებებს, კიდევ რომელ რეგიონს გაახარებთ და თუ გაქვთ მათთვისაც მოფიქრებული გარკვეული სურპრიზები? ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მოვიაროთ და მივცეთ იმ ადამიანებს ის ენერგეტიკა, რასაც მე, ჩემი მეგობრები ერთად გავცემთ ხოლმე მუსიკის სახით. ვფიქრობთ კი, რა თქმა უნდა, ზუსტი თარიღები არ ვიცით, მაგრამ იქნება სვანეთი, იქნება სამეგრელო, ქართლი, კახეთი და ასე შემდეგ. ბუნებრივია ეს ტექნიკური საკითხია და შესაბამისად მოვიქცევით თარიღებშიც, რა თქმა უნდა. მაგრამ გეგმა და იდეა არის, რომ ეგრეთ ტურნე გააკეთოს საქართველოს მასშტაბით. კონცერტიდან კონცერტამდე ახალი სიმღერები თუ ემატება რეპერტუარს და წარუდგენთ. ჩვენ ხელოვნებაში
ძალიან გვიყვარს კოლაბორაციები და რაღაც გარკვეული ტესტები და ალბათ კი, რა თქმა უნდა კი. ამიტომ თუ ხდება ხოლმე ესეთი რამე, რომ სიტყვაზე რომელიმე რეგიონიდან რომელი კონცერტიდან იქ შედება ახალი იდეა, იქიდან წამოსული რაღაც სურვილით, იქიდან წამოსული. ზუსტად იმ ადამიანების მუხტმა მოგცა, მაგალითად ის აჭარული, რაც ბათუმში შევასრულე. კი, იქვე დაიბადა. ჩვენ ნამდვილად არ გვეგონა ეს რაიმე რეზონანს თუ გამოიწვევდა, მაგრამ იქ მჯდომი ხალხისათვის ეს ძალიან სასიამოვნო იყო და რა თქმა უნდა, ქუთაისიც ასე იქნება, სვანეთშიც ასე იქნება, გურიაშიც, ქართლშიც და კახეთშიც. შვენიერია, ვიდრე ქუთაისში კონცერტი გაიმართება, ვიდრე ქუთაისში მოვლენ, რა შეგვისრულებთ, იმიტომ რომ მუსიკოსები, როგორც უკვე თავში წარადგინა, თომა ბაღდავალაძე და ხვიჩა ღვთისიაშვილი შესანიშნავი მუსიკოსები თქვენთან ერთად არიან და რა ნომერს გიმზადებთ ახლა ჩვენი მსმენელისთვის და ვინ შეიძლება ქუთაისშიც გვიყურებს. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ თქვენს სრულიად საქართველოსაც ბატონ ტარიელ ხარხელაურის ტექსტზე შესრულებული სიმღერა ან რაღა უნდა გიამბო, რომლის მუსიკის ავტორიც ვარ მე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ დიდი პატივისცემით ტექსტი ბატონ ტარიელ ხარხელაურის. შესანიშნავია. მაშინ უკვე სცენაზე კიდევ ერთხელ წარმოადგენთ მუსიკოსებს, თომა ბაღდავალაძე, ხვიჩა ღვთისიაშვილი და დავით კენჭიაშვილი შეუერთება და გისმენთ. და მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. მადლობა თქვენ. წარმატება ქუთაისში, წარმატება რეგიონებში და ახლა სპეციალურად ჩვენი მაყურებელი თუ ჩვენი ეთერისთვის, ვიდრე ქუთაისში სოლო კონცერტს, პირველად სადიπებდო კონცერტს გამართოთ. ორშაბათს. მანამდე, ესე იგი, ქუთაისლებს და არა მარტო მთელ საქართველოს და ჩვენს მაყურებელს სპეციალურად შესრულებული ნომერი. გისმენთ ყურადღებით. გათენდი თუ გათენდები თუ ტყდები გასტყდი ღამეო გოგო მე შენზე ფიქრები ჩამოშრი დავიღალე არ ჩანხარცის კრის ვარსკვლავო არჩენ გამოჩნდი მთვარე დგევაროდნები დავგანკალე ცრემალი ჩამომდის ხარეო ჩემაზე რამდენჯერ უნდა მოგიგუდე განა რამდენჯერ შევძლე ან რაღა უნდა გიამბო ან რა არიცი ჩემაზე რამდენჯერ უნდა მოგიგუდე
მე სიყვარულის ლოდი ჩამოშრი დავიღალეო გათენდი თუ გათენდები კუთხდები გასწრიღამეო მინდა რომ გულით გჯეროდე რიჟრაჟი შეცვლის მთვარეს გათენდი თუ გათენდები გატყდი თუ ტყდები ღამეო ან რაღა უნდა გიამაბო ან რა იცი ჩემაზე განარავდნენ ჩემს შეუძლებ ან რაღა უნდა გიამბო ან რა იცი ჩემაზე რამდენ ჯერ უნდა მოგიკვდე განარავდნენ ჩემს შეუძლებ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დავით კენჭიაშვილი, თომა ბაღდავაძე, ხვიჩა ღვთისიაშვილი, იყვნენ ჩვენი სტუმრები ამ არაჩვეულებრივი ნომრით.